ეხლა ჩვენ ვიწყებთ საუბარს ლუკას სახარებაზე და იმ თავისებურებებზე, რომელიც ლუკას სახარებისთვის არის დამახასიათებელი. შეიძლება დავიწყოთ იმით, რასაც მკითხველი ზოგადად საერთოდ არ კითხულობ. ლაპარაკი არის იესოს გენეალოგიაზე, რომელიც მოცემული არის ლუკას სახარებაში. იესოს ორი გენეალოგია გვაქვს, ერთი გვაქვს მათეს სახარებაში, მეორე გვაქვს ლუკას სახარებაში. იონეს სახარების ავტორს არ აინტერესებს იესოს გენეალოგია, ისევე როგორც მარკოზის სახარების ავტორს არ აინტერესებს იესოს გენეალოგია. მაგრამ საინტერესოა ამ ორი გენეალოგიის შედარება ერთმანეთთან, რადგან ამ შედარებისას დავინახავთ რა არის ლუკას სახარებისათვის ამოსავალი, ასევე რა არის ამოსავალი მათეს სახარების ავტორისათვის, როდესაც ის გვთავაზობს გენეალოგიას და ამით გვიქმნის შთაბეჭდილებას და წარმოდგენას იმის შესახებ, რისი თქმა სურთ მათ. როდესაც მიადგება ადამიანი მაგალითად კითხვას, მაგალითად იესო 120 წლისა იქნებოდა საქადაგებლად რომ გამოვიდა. ის იყო იოსების შვილი, იესობი იყო ელის შვილი, ელი იყო მატათას შვილი, მატათა იყო ლევის შვილი და ასე და ამის შვილი, იმის შვილი, იმის შვილი. მკითხველი არ კითხულობს ამას. მაგრამ თუ მკითხველს აუხსნის ადამიანი და ეტყვის მნიშვნელობას, აღმოაჩენს, რომ ეს ყველაზე მოსაწყენი ნაწილი ქრისტიანული საღვთო წერილისა შეიძლება შეიცავდეს უაღრესად ფასეულ მარგალიტებს. კერძოდ რას? შედარება გვჭირდება ჩვენ მათეს სახარებასთან, რადგან გენეალოგიაში არის ფარულად გაცხადებული ის აზრი, რასაც ემსახურება იესო თუ მათეს სახარების მიხედვით, პირველ რიგში თუ ლუკას სახარების მიხედვით. მათეს სახარების მიხედვით, მათეს სახარება იწყება გენეალოგიით, რომელსაც ასევე არავინ არ კითხულობს. მათეს სახარების მიხედვით იესო არის აბრაამის შთამომავალი და ჩამოთვლილი არის თაობები, რომელიც აბრაამის შემდეგ იყო, ვიდრე იესო დაიბადებოდა. ლუკას სახარებაშიც ასევე მოცემული არის იესოს გენეალოგია. ეს გენეალოგია დრამატულად განსხვავდება მათეს სახარებაში არსებული გენეალოგიისაგან, მაგრამ ის რაც ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ იესოს შთამომავლობა მიდის არა აბრაამამდე, არამედ აბრაამის იქით. მიდის ადამამდე. და შესაბამისად ავტორი ამ გენეალოგიის მიხედვით გვეუბნება, რომ იესო არის შთამომავალი მთელი კაცობრიობისა, რადგან ადამი არის მთელი კაცობრიობის მამა. და შესაბამისად იესო ეკუთვნის მთელ კაცობრიობას. და როდესაც მათეს სახარების ავტორი ჩერდება აბრაამთან, მისი სათქმელი ის არის, რომ იესო ეკუთვნის აბრაამის შთამომავლებს, ებრაელ ხალხს. მაგრამ ლუკას სახარების ავტორი გვეუბნება, რომ არა, ებრაელ ხალხს კი არ ეკუთვნის, მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, იმის, რასაც იესო აკეთებს. ხო ძალიან მოსაწყენი ნაწილია რა ეს ტექსტი, მაგრამ ამ ტექსტში დევს გაცხადებული არის ავტორის ხედვა, როგორ უყურებს ეს იესოს. ის მისთვის მარტო ის მოძღვარი არ არის, ვინც ებრაელი ხალხის საცხონებლად არის მოსული, მის გადასარჩენად არის მოსული, ის მოსული არის მთელი კაცობრიობის გადასარჩენად. და ეს გამოჩნდება სწორედ ამ ყველაზე მოსაწყენ ტექსტში, რომელსაც გენეალოგიას ვეძახით. მსმენელმა უკვე კარგად იცის, რომ მთავარი სახარება, ყველაზე ადრინდელი სახარება იყო მარკოზის სახარება. და თითქმის უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ ლუკას სახარების ავტორმა გადმოიწერა მარკოზის სახარება. ასევე მათეს სახარების ავტორმა გადმოიწერა სახარება. და ის რაც ამ ორმა ავტორმა არ გადმოიწერა მარკოზის სახარებიდან, არის სულ რაღაც 19 წინადადება. დანარჩენი სრულად არის გადმოქაჩული ამ ტექსტებში, ლუკასთან და მათესთან, მაგრამ ერთი დამიწება მჭირდება. იმიტომ რომ პრესის მეუბნებით არ არის მარტივად გასაგები და შეიძლება ბევრს მისაღებიც. თავიდან დავიწყოთ, კი ბატონო. რას გულისხმობ? თქვენ გინდათ გვითხრათ, თავიდან დაწყება არ მინდა. უბრალოდ კითხვა მაქვს. კი. თქვენ გინდათ გვითხრათ, რომ მარკოზი
რომელმაც დაწერა, შემდგომ მოდის სხვა ადამიანი, მისი პირობითი სახელით ლუკა, დიახ, იღებს ამ ტექსტს, დიახ, არედაქტირებს, აი როგორც დღეს ვთქვათ, თქვენ რომ რაღაც დაწეროთ, მე თქვენი ტექსტი ზუსტად იგივე რო აიღოს რედაქტორმა დავით ამაზაშვილმა და თქვენი ტექსტიდან რომ შექმნას ახალი ტექსტი. ეს ალბათ აკურატულად გადმოსცემს ის, რაც მოხდა სინამდვილეში. ტექსტი აიღო სრულად ლუკას სახარების ავტორმა, გადმოქაჩა, მაგრამ შეცვალა აქცენტები, რის გამოც ტექსტმა სრულებით განსხვავებული საზღვრისი შეიძინა. ეს ფიქრობ არის ოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი სხვისა არის, ეს მარკოზის ტექსტი უკვე აღარ არის. ხო, მაგრამ აი ჩვენ ქრისტიანებს, დიახ, არაქრისტიანებს ყველას აღქმა გვაქვს, რომ ეს დამოუკიდებელი ავტორის დამოუკიდებელი ტექსტია. მაგრამ რეალობა სხვა არის? რეალობა აბსოლუტურად სხვა არის. რა გათქმევინებთ ამას? როდესაც აიღებ ხელში ტექსტს მარკოზის სახარებას, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 70-იან წლებში უნდა იყოს, 70 წლის ახლომახლოს უნდა შექმნილი და მე აიღებ ტექსტს, რომელიც პირველი საუკუნის 80-იან წლებში დაახლოებით 85 წლის ახლომახლო უნდა იყოს შექმნილი და დაინახავს, რომ მარკოზის სახარების ტექსტი არის სრულად გამეორებული ლუკას სახარების ტექსტში, სიტყვასიტყვით, რა თქმა უნდა, აქ ეჭის საფუძველი აღარ ჩნდება, რომ ეს არის გადმოწერილი. შეუძლებელია, რომ ორმა ადამიანმა თუნდაც ერთი და იგივე ამბავი ნახოს და ორივე ადამიანმა სიტყვასიტყვით გადმოსცეს ეს ამბავი, ისე რომ ემთხვეოდეს სინტაქსი, სტილი და ვოკაბულარია. შეუძლებელია. ჩვენ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც გადმოწერს ეს ავტორი, აქცენტებს შეცვლის, ნარატივებს გადაანაცვლებს და დეტალებს გადაანაცვლებს და შესაბამისად ტექსტი შეიცვლება დრამატულად. აი, ეხლა ცოტა ზუმაუთი რო გავაკეთოთ, რომ დავშორდეთ აი ამას, აი ამ ამბავს, რომელიც პირველი საუკუნის ბოლოს ხდება და შორიდან შევხედოთ და გავაანალიზოთ. პირობითად ვინმე სწავლული ლუკა დგება და აკეთებს ამას. იქ ხომ სხვა პოლიტიკურ სოციალური გარემო რო წარმოვიდგინოთ რა არის და აღწეროთ. იქ ხომ სხვა მთავრებიც არიან, რომლებიც ხედავენ მის საქციელს. ანუ რა უდევს რა პოლიტიკურ, თეოლოგიური, სოციალური საფუძველი უდევს ამ საქციელს, რატო დგება რიგითი მალხაზი და უწევს ერთის მხრივ აკოპირებს, მეორეს მხრივ ძალიან არედაქტირებს, პირობითად ბატონი არ ვიცი რომელი სახელი გავიხსენო, ვინმე რო არ დავაკნინო, პირობითად ბატონი იასეს ტექსტს. კაი ბატონო. ამ რედაქტორის ხელში ტექსტი არის ქსოვილი, რომლისგანაც ის კერავს ახალ ტანსაცმელს. სრულებით განსხვავებულ ტანსაცმელს. სხვათა შორის, უნდა დაუფასოთ ამ სახარების ავტორს, რომელსაც ლუკას ვეძახით, რომ ის გვეუბნება, დასაწყისშივე გვეუბნება, რომ ბევრმა ადამიანმა მოკიდა ხელი იესოს ცხოვრების აღწერას. ამ დროისათვის ეს არის პირველი საუკუნის 80-იანი წლები, მართლაც როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი წერს იესოს ცხოვრებაზე. პირველი მარკოზია. მარკოზი მისთვის მისაღებია, მაგრამ სულაც არა. მას უნდა ლუკას სახარების ავტორს შემოგთავაზოს ტექსტი, რომელიც იქნება გაჩალხული, დალაგებული, გამართული ლიტერატურულად,
ბერძნულ რომაულ გემოზე აწყობილი, სადაც არ იქნება ვაკუუმები, რომელიც მარკოზის სახარებაში არის. არ არის იესოს შობა. რატო არ არის იესოს შობა? რატო არ ვიცით იესოს დაბადების შესახებ? რატომ არ ვიცით იესოს ბავშვობის შესახებ? საცხოვრობდა, ვისთან გაიზარდა, ვინ გაზარდა, მასწავლებელი ვინ იყო? რატომ არ ვიცით? ამიტომ ლუკას სახარების ავტორი თვლის, რომ წესიერ ბიოგრაფიას, წესიერ ცხოვრებას უნდა ჰქონდეს ყველაფერი წესრიგში. თუ მან და გვიანბოს გამორჩეული ადამიანის შესახებ, აქ უნდა იყოს ლაპარაკი მის გამორჩეულ შობაზე და გვთავაზობს ლუკა საოცარ ნარატივს იესოს შობის შესახებ. ანუ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეალურ ისტორიასთან ბევრად უფრო ახლოს არის ქრისტეს ცხოვრების დასასრული პერიოდი, ვიდრე ის, რაც ვიცით ქრისტეს ყრმობაზე. აბსოლუტურად. ეს ნაკლი იგრძნობოდა ყოველთვის ადრინდელ ქრისტიანობაში, რომ იესოს ადრინდელ ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცოდით. ერთადერთი ლუკა გვეუბნება იმის შესახებ, გვაჩვენებს, რომ 12 წლის იესო, ყმაწვილი იესო მიდის ტაძარში. ზოგადად ტაძარი ლუკასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იესო სხვა სახარებებში არ გვაქვს არსად. იესო დაბადების შემდეგ მე-40 დღეს მიყავთ ტაძარში. იესო 12 წლისა არის, მიყავთ ტაძარში. იესო თავის მოღვაწეობას იწყებს ტაძარში. ყველაფერი ტაძრის გარშემო ხდება, მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გამოცდის, როდესაც გამოიცდება ეშმაკის მიერ უდაბნოში ლუკას სახარების მიხედვით, აქაც ერთგვარ მანიპულირებასთან გვაქვს ადგილი, როდესაც დაალაგებს გამოცდას, პირველი გამოცდა არის ქვებს, როდესაც თავაზობს ეშმაკი, მეორე როდესაც დააყენებს და დაანახებს თელ სამყაროს და ბოლოს დააყენებს ტაძრის კენწეროში. და ეს არის კულმინაცია, ყველაფერი ტაძართან არის დაკავშირებული. მაგრამ თუ მე ისევ მაზალო მოსწავლე ვიქნები და ერთ-ორ კითხვას ჩავაკვირდი. მაგრამ თუ ლუკა არის გადამწერი მარკოზისა. დიახ. მარკოზი, რომელიც თითქმის არაფერს გვეუბნება 30 წლამდე იესოზე. არაფერს. და თუ ლუკა არის გადამწერი, გამოდის, რომ ჩვენ ვკითხულობთ, ახლა კი არ ვაკნინებ ან რამის. უბრალოდ ვამბობ. ლოგიკურად რომ გავყვეთ. გამოდის, რომ ჩვენ ვკითხულობთ ლუკა იქიმის ფანტაზიას, რომელსაც იგი მიმართავს იმისთვის, რომ ის რაც სინამდვილეში მოხდა, უფრო დამაჯერებელი და საკრალური გახდეს. რაში ცუდი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა. ამით ის თავისი ეპოქის მკითხველის მოლოდინებს პასუხობს. აი ზუსტად ეგ თავისი ეპოქის მკითხველს. ჩვენ ახლა 21 საუკუნის დაშორებით ვსაუბრობთ ამ საკითხზე და საკითხებზე. კი ბატონო. ამიტომ მნიშვნელოვანი გონია რომ რაღაცები გაცხადდეს და რაღაც ილუზორული წარმოდგენები რეალურად უფრო გვაშორებს ამ ტექსტს, ვიდრე გვაახლოვებს. და ჩვენ თუ გვეცოდინება რომ ხო, იესოს ყრმობა არის ლუკას ინტერპრეტაცია და მისი ფანტაზია, ეს ამაში ცუდი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა არაფერი არ არის. ისევ როგორც ცუდი არ იყო, როდესაც მსგავსად ლუკას სახარების ავტორისას ხვებას დაინახეს, რომ ჩვენ არ გვაქვს იესოს ყრმობის ამბავი და დაიწერა იესოს ყრმობის ამბავი. ზოგი კოპტურად არის ჩვენამდე მოღწეული, ზოგი ბერძნულად არის ჩვენამდე მოღწეული, როგორი არის იესოს სკოლაში, როგორ იქცევა სახლში, როგორ თამაშობს მეგობრებთან, როგორ აკეთებს თიხისაგან ფრინველებს და როგორ შთაბერავს და მერე ჩიტები გაფრინდებიან. ეს ყველაფერი იყო მოთხოვნილება მკითხველისაგან, რომ მათ უნდოდათ ეს ვაკუუმი, რომელიც იესოს შობასთან, იესოს ბავშვობასთან იყო დაკავშირებული, ყოფილიყო შევსილი. და შეავსო კიდევაც წერლობამ ოსტატურად და საინტერესო ის არის, რომ მოგვიანებით, როდესაც ქრისტიანული საღვთო წერილი ჩამოყალიბდა და ქრისტიანულმა
ეკლესიამ და ქრისტიანულმა ტრადიციამ უარი თქვა იესოს ბავშვობის სახარებაზე, ამ სახარებებმა გააგრძელა თავისი არსებობა ხშირ შემთხვევაში ორალურად, ზეპირსიტყვიერებაში და ასე აღმოჩნდა ეს ამბები არაბულ სამყაროში და ის რაც იესოს ბავშვობის შესახებ არა გვაქვს ქრისტიანულ სახელმწიფოში, ეს ამბავი გვაქვს ისლამურ სახელმწიფოში, ყურანში ლაპარაკია იესოს შობაზე და იესოს ბავშვობაზეც, შობაზეც რა თქმა უნდა და იმ სასწაულებზეც, რომელსაც ყმა იესო ახდენს თავის ძმაბიჭებში. ძალიან საინტერესოა. ჩვენ როგორც ვთქვით, რომ დედა ამ ტექსტისა არის მარკოზის სახარება. მარკოზის სახარებაში საუბარია იმის შესახებ, რომ იესო ქადაგებს თავის მშობლიურ მხარეში დაახლოებით სახარების ბოლოსკენ არის ეს თხრობა და თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იესოს არღებულობენ მარკოზის სახარებაში. ლუკა როდესაც დაიწყებს თავის სახარების წერას, ჯერ შემოგთავაზებს იესოს შობის ამბავს, საოცარ ამბავს. ის რაც თქვენ გინახავთ, გნებავთ საშობაო წარმოდგენებში, სპექტაკლებში და დასავლეთში მოგზაურობისას გინახავთ სცენები ქუჩებში გამოფენილი, ეს ყველაფერი არის ლუკას სახარებაზე დაყრდნობით. ყველაფერი უკლებლით. საშობაო ლიტურგიის უმეტესობას ეფუძნება ლუკას სახარების პირველ 2-3 თავს, სადაც უმშვენიერესი პოეტური ენით არის გადმოცემული იესოს დაბადების, ხარების, შობის და იესოს ყრმობის ამბავი. საოცარი თხრობა არის. მაგრამ მერე როდესაც ავტორი გადადის უკვე თხრობაზე, სადაც უნდა გვითხრას ვინ არის იესო, რა მიზანს ემსახურება, ის მარკოზის სახარებიდან აიღებს ტექსტს, რომელიც რამის მარკოზის სახარების ბოლოში არის და ამ ტექსტს დასვავს მისი სახარების დასაწყისში. გარკვეული მიზეზების გამო. და მოდი ახლა მის მიზეზები რა არის. იესო ჩადის ნაზარეთში, ქალაქში, სადაც ის დაიბადა, შედის სინაგოგაში, მას მოაწვდიან სინაგოგაში მიაწვდიან გრაგნილს. იესო გადაშნის ამ გრაგნილს, წაიკითხავს ესაიას წინასწარმეტყველის წიგნიდან, სადაც მოთხრობილი არის მესიანური ასპირაციების ამბავი. და შეიძლება ცუდი არც იყოს, რომ წავიკითხოთ კიდევაც ეს თხრობა, რას ამბობს. გრაგნილს გახსნის იესო და კითხულობს გრაგნილიდან. უფლისწული გადმოვიდა ჩემზე, რადგან მან მე ამომირჩია იმისათვის, რომ ღარიბ ღატაკებს კარგი სიტყვა ვუქადაგო. უფალმა გამომაგზავნო, რომ ტუსაღებს თავისუფლება გამოუცხადო. ბრმებს თვალები აუხილო, ყველა ტანჯული გავათავისუფლო. და გამოუაცხადო, რომ ეს ის წელია, რომელიც უფალმა მოიწონა. წაიკითხა. ცუდი არაფერი ამაში. მაგრამ ის რაც პროვოკაციულია, ხდება ამის შემდეგ. ესა იძახის, რომ ეს რაც ახლა მოისმინეთ, ეს ჩემში აღსრულდა. ჩემზე არის აქ ლაპარაკი. მე მოვედი ტუსაღების გასათავისუფლებად. მე მოვედი მოწყალების წლის გამოსაცხადებლად. ეს არის მესიანური იდეა, რომელიც ესაიას წინასწარმეტყველში არის. მაგრამ იესო ერთი ამაზე გადაირევიან სინაგოგაში მყოფი ხალხი. მაგრამ ამ ურთიერთობა ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს, იმით რომ იძახის, რომ ტყუილად არ იყო, რომ ელისე წავიდა და ცარფათერ ქვრივთან მივიდა და აღადგინა მისი მკვდარი შვილი. ტყუილად არ იყო, რომ ელიშემ უშველა სირიის მეფედ და განკურნა. ეხლა, როდესაც ამას კითხულობს კითხველი, რომელსაც არ აქვს ცოდნა ებრაული სახელმწიფოებისა, ამაში ვერაფერს პროვოკაციულს ვერ დაინახავს. არადა ეს არის დინამიტია რეალურად, რომელსაც იესო აფეთქებს სინაგოგაში და ამით იძახის, რომ
ეს რაც თქვენ მოისმინეთ ჩემზე არის და როგორც ელია წინასწარმეტყველი წავიდა არაებრაელებთან, როგორც ელისე წინასწარმეტყველი წავიდა არაებრაელებთან, მეც წავალ არაებრაელებთან, რადგან თქვენ არ ახართ იმისი ღირსი, რომ მე თქვენთან ვიყო და თქვენ გაგიზიაროთ ჩემი სიტყვა. ეს იყო ის, რასაც ნიშნავდა იესოს სიტყვები. და გასაკვირი არ არის, რომ რეაქცია ამ ხალხისა, სინაგოგაში ყოფის ხალხისა, რასაც როგორც წესი, მკითხველების უმეტესობა ვერც ამჩნევს. აღელვებული ხალხი დაედევნება იესოს, იესო გარბის, წარმოიდგინეთ სცენა, იესო გარბის, ეს ათობით ადამიანი მისდევს უკან და მიერეკებიან იესოს იმ მიმართულებით, სადაც კლდე არის გადასავალი. უნდათ რომ იესო კლდიდან გადააგდონ, თიდან გადააგდონ და მოკლან. და როდესაც ამ კბოდეს პირას მიდგება, გაჩერდება იესო, საიდანაც გადასავარდნია, ეს ხალხიც მოადგება, მოტრიალდება უკან იესო, შეხედავს, გაივლის მათ შუაში, ისე რომ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ეს იყო პირველი დაპირისპირება რელიგიურ ესტაბლიშმენტთან, იუდაიზმის რელიგიურ ესტაბლიშმენტთან, სადაც იესო იძახის და აცხადებს ამ იდეას, რომელიც ჯერ კიდევ გენეალოგიაში გააცხადა ავტორი, რომ იესო არის არა მარტო ებრაელებისათვის, არამედ ყველასთვის. იესოს არ მიიღებენ რელიგიური ესტაბლიშმენტის წარმომადგენლები იუდაიზმში, სამაგიეროს იესოს მიიღებენ ყველგან სხვაგან. და ეს იდეა გამოცხადებული არის სწორედ ამ პირველივე თავიდანვე დასაწყისში ლუკას სახარებისა, სადაც ის გვეუბნება, რომ იესო არის ყველასთვის. და რაც დრო გავა, ამ იდეას კიდევ და უფრო მეტად გამოაცხადებს ავტორი თავის თხრობაში. მომნუსხველი იყო და დამაფიქრებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენო გვაქვს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უბადლო ტექსტი, რომელიც ჩვენ დღესაც გველაპარაკება. ეხლა მე კი ვიძახი, რომ ლუკას სახარება ლიტერატურულად არის გამართული. განსხვავებით ყველა სხვა ქრისტიანული საღვთო-წერილების წიგნებიდან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის კლასიკური ბერძნულ-რომაული ლიტერატურა. მას ჩამოუვარდება ბევრად. მდარია ამ კლასიკურ ლიტერატურასთან შედარებით, მაგრამ მასში არის ის რაღაც ძალა, რომელზედაც ჯერ კიდევ ადრინდელი ქრისტიანები ლაპარაკობდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ უხდებოდათ პასუხის გაცემა ბერძნულ-რომაული კულტურის წარმომადგენლებისათვის, რომელიც ამბობდნენ, რომ ეს რა ტექსტია, ეს რა ბერძნულია. და თუ ბერძნულზე არის ლაპარაკი, გამოცხადების წიგნი არის ყველაზე ცუდი ბერძნულით დაწერილი. ბერძენი ადამიანი, ვინც წაიკითხავდა გამოცხადების წიგნს, გული არეოდა ამ ბერძნულზე. რა თქმა უნდა, ლუკას სახარება გამორჩეულია, კარგია, ყველაზე კარგია, ასევე კარგი ტექსტები გვაქვს ებრაელთა წერილებისა, მაგრამ ზოგადად ბერძნულ ელინურ ლიტერატურასთან შედარებით ეს მდარია. მაგრამ მისი ძალა მდგომარეობს არა მის ლიტერატურულ ოსტატობაში, რომლის უკმარისობა აქ არ არის, არამედ მის შინაგან ძალაში, რომელიც ადამიანებს ელაპარაკებოდა და დღემდე ელაპარაკება ძალიან ინტიმურ რეალობაზე. რა არის ის მარგალიტი, რომელსაც კიდე აღმოგვაჩენინებთ ლუკასთან? ლუკას სახარების მთავარი მარგალიტი არის მისი თეოლოგია. ამის თეოლოგიას გადმოსცემს ოსტატურად იგავი, რომელიც არც ეს ხამახარებელს არ აქვს. ჩვენ ვახსენეთ, რომ ლუკას სახარება სოციალური სახარება არის ყველაზე მეტად ამ სახარებებს შორის და მისი მთავარი თეოლოგიური აზრით გადმოცემული არის სოციალური ქსოვილის გამოყენებით. ლუკას სახარება გვთავაზობს ორ საოცარ იგავს. ქრისტიანობიდან არაფერი რო არ იყოს შემორჩენილი, მარტო ეს იგავი რო იყოს, ორი იგავი რო იყოს დარჩენილი, ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა დასკვნა გაგვეკეთებინა ქრისტიანობის შესახებ. ორად ორი იგავი. პირველი არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
თეოლოგიური აზრით დახუნზული და ამავდროულად ეს არის გამოწვევა არა მარტო იმჟამინდელი თეოლოგიისა, რომელიც იუდაიზმის წიაღში არის გავრცელებული, არამედ ეს გამოწვევა თავად ქრისტიანული თეოლოგიისა, რომელიც ახალი ჩამოყალიბებულია და ფეხს იდგენს. პირველი იგავი. მე ერთი რამ ყოველთვის რაღაცნაირად ხინჯად მაქვს გულში, რომ ამ ორმა უმნიშვნელოვანესმა ამბავმა, რომელზეც ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ასახვა არ პოვა ქართულ სახვით ხელოვნებაში. ისე როგორც მე ვავოდი. ჩვენ გვაქვს ის მეტნაკლებად წარმოჩენილი სახარებების ილუმინაციებში, ილუსტრაციებში, მინიატურებში, რომელიც შუა საუკუნეების არის, მაგრამ არც ფრესკულ მხატვრობაში, არც გვიანდელ მხატვრობაში ამ ორ იგავზე ბევრი საუბარი არ არის. არადა ეს არის ორი ბურჯი, რომელზეცაც დგას ქრისტიანული ეთიკა. ბურჯი ნომერი პირველი. და ეს არის ის, რამაც მონუსხა სწორედ ჰოლანდიელი მხატვარი რემბრანდტი და მას აქვს ეს შესანიშნავი უაღრესად ენიგმატური ნაწარმოები უძღების შვილის დაბრუნებისას შინ, სადაც გამოხატული არის მოხუცი მამა, მის წინაშე დამხობილი უძღების შვილი, მამას ხელები აქვს შემოხვეული შვილზე და თუ დააკვირდებით ამ ხელებს, აუცილებლად დაინახავთ, რომ ერთი ხელი არის დაკორძილი მასკულინური ხელი და მეორე ხელი არის ნაზი ქალური ფემინური ხელი. და თუ იმას მივიღებთ ხედულობაში, რომ ეს მოხუცი მამა არის განსახიერება მშობელი ღმერთისა, მაშინ მიხვდებით, რომ რემბრანდტის ხედვა, თეოლოგიური ხედვა ძალიან ღრმა იყო და შთამბეჭდავი. ახლა თავად იგავთან დაკავშირებით. უმარტივესი იგავი. მამას ჰყავს ორი შვილი. უფროსი და უმცროსი. უმცროსი ვაჟი გამოუცხადებს მამას, რომ მე მინდა სახლიდან წავიდე. რაც მე მეკუთვნის შენი ქონებიდან, როგორც შენს მემკვიდრეს, მე მინდა მივიღო არა მაშინ, როდესაც შემოკვდები, რა მინდა ახლა. მამა უყოყმანოდ მისცემს ამ ქონებას. შვილი წაიღებს ამ ქონებას, გადაიხვეწება უცხო ქვეყანაში. ცხოვრებას ატარებს ლაღად, მშვიდად, ხენაში და მეგობრებში, ვიდრე ფული აქვს. მერე დრო გავა, ფული ამოიწურება და ამას ისიც დაემატება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს ცხოვრობს, ჩამოვარდება შიმშილობა. საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს, მეგობრები აღარ ყავს, იმის გამო რომ ფული აღარ აქვს, დარჩენილი არის სასოწარკვეთილი და გადაწყვეტს, რომ დაიწყოს მოჯამაგირეობა. მოჯამაგირე დაუდგება ვიღაცას და სამსახური არის მისი ისეთი, რომ ღორები დამწყემსოს. ღორების მწყემსვა ებრაულ რეალობაში უკვე საჩოთიროდ ითვლებოდა ადამიანისათვის. ღორებს წყემსავს, მაგრამ უარესი ამ ღორებს მწყემსავს და ღორებს სალაფავს აჭმევს, მაგრამ ღორებს რო სალაფავს უსხავს, ამ ღორებისა შურს და ნატრობს, რომ ნეტა მომქონდეს უფლება, რომ მეც დავაძღე ამ სალაფავს და ისე გემრიელად ჭამო, როგორც ეს ღორები ჭამენ. ამის შესაძლებლობაც არ აქვს. ამ უკიდურეს მდგომარეობაში სასოწარკვეთილი იწყებს ფიქრს და ავტორი ამბობს და თქვა თავის გულში. მე აქ მოჯამაგერობაში მხდება სული, შიმშილობაში. მამა ჩემს მოჯამაგირეები ყავს, რომელსაც საზდო თავზე საყრელი აქვს. მოდი მეწავალ მამა ჩემთან. მამა ჩემს თხოვ, რომ მიმიღოს არ როგორც შვილი, რადგან მე აღარ ვარ შვილობის ღირსი, არამედ მიმიღოს როგორც მოჯამაგირე. მივალ, მოჯამაგირედ დაუდგები, მუცელი მაინც მექნება სავსე. გადაწყვიტა, დაბრუნდა. მამა მას შეეგებება სახლის შესასვლელთან. შორიდან დაინახავს და მამა გაექანება შვილის შესახვედრად. მოეხვევა, რემბრანდტს სწორედ ეს სცენა აქვს
წარმოდგენილი. მამა შულს არაცის რო უთხრას, რომ მამა მე არა ვარ ღისი, რომ შენი შვილი ვიყო, მოჯამაგირეთ მივიღე, არაცდის. მამა განკარგულებებს იძლევა, რომ მოიტანეთ და ჩააცვით ამას საუკეთესო ტანსაცმელი. მოიხსნის ბეჭედს და მისცემს, რაც ბეჭდის მიცემა იგივე იყო, რაც საკრეტო ბარათი მიეცა მამას შვილისათვის თანამედროვე რეალობაში. მე ეძახის, რომ წადიც და დაკალით საქონელი დიდი ხინი უნდა გადავიხადო და მართლაც ეს მთელი სახლში მოსამსახურეები დაფაცურდებიან, იწყება სამზადისი, იწყება ხინი, ყველა ხარობს მამა პირველ რიგში, რომ შვილი მკვდარი ყავდა და დაბრუნდა და ამ დროს აქ ამთავრდება ეს ამბავი. ბრუნდება შვილი, უფროსი შვილი, რომელიც შინდან არ წასულა, მამამისის ერთგულია და როდესაც შორიდან გაიგონებს ხმაურის ხმას, ვიღაცებს კითხავს, რომ რა ხდება ჩემს სახლში და ეტყვიან, რომ შენი ძმა დაბრუნდა და მამამისმა შენმა ხინი გამართა მის პატივსაცემად. ძმის რეაქცია არის მოულოდნელი. როგორც კახელები იტყვიან, პირკატა ეცემა. შინ არ უნდა შესვლა, დაბოღმილი არის, გაბუტული არის და როდესაც მამა გაიგებს, რომ შინ არ მიდის სახლში, მამა თვითონ წავა, იახლება თავის უფროს ვაჟს და ეტყვის, რომ შვილო, შენი ძმა, ჩემი შვილი, ცოცხალი იყო და გაცოცხლდა. შენ ყოველთვის ჩემთან იყავი. და ეს იწყებს ეხლა ამოხედქავს, ძალიან საინტერესოა. ამას ამოხედქავს და ეძახის, რომ მე მთელი ცხოვრება შენ გემსახურები, ერთგულად ერთი ციკაინც არ მithხოვია შენთვის, რომ წასულიყავი და მე ჩემ ძმაბიჭებში დრო მეტარებინა, შენ კიდე მოიღე ეს ვიღაც გათახსირებული შენი შვილი, რომელმაც ყველაფერი გაფლანგა და ეს მამა ცდილობს, რომ ეს დაამშვიდოს. ეს არის საოცარი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სცენა არის აქ გათამაშებული, ეგ არის ძალიან ღრმა თეოლოგიური საზრისი რაში მდგომარეობს, რომ მამა რა თქმა უნდა განასახიერებს ღმერთს, რომელიც ღებულობს ადამიანს, თავის შვილს უპირობოდ. ეს არის ადამიანი, რომელიც შეცდომილია და შეიძლება ვთქვათ, რომ რელიგიური ენას თუ გამოვიყენებთ, ეს არის ცოდვილი ადამიანი. ამ ცოდვილ ადამიანს მამა ღებულობს ყოველგვარი პირობის გარეშე, იკრავს გულში. ხოლო მეორე ადამიანი, მეორე შვილი არის უფროსი ვაჟი, რომელიც ამ შემთხვევაში განასახიერებს ადამიანს, რომელიც რელიგიურია. ღმერთთან არის, ღმერთის წესებსა და ადათებს იცავს, რაც მოეთხოვება მას ასრულებს, მაგრამ გულით იქ არ არის. და აქ რა თქმა უნდა, მკითხველი თავად აკეთებს არჩევანს, თავად ხედავს რაშია საქმე, რომ გადამწყვეტი არის არა ის, რომ ადამიანი ღმერთის ერთგულია, გარეგნულად ასრულებს ყველა წესებს, ყველა ჩვეულებებს, გადამწყვეტი არის რა ხდება მის გულში. და სინამდვილეში ამას ქართულ ტრადიციაში უძღებიშვილის ამბავს კი ვეძახით, მაგრამ სინამდვილეში ამას უნდა ერქვას ორი ძმის ამბავი. ერთი ძმა, რომელიც დაკარგულია და ბრუნდება და მამა ღებულობს უპირობოდ, მეორე ძმა, რომელიც დაკარგული არ არის, მაგრამ სინამდვილეში დაკარგულია. იმის გამო, რომ მას არ აქვს ერთგულების ნატამალიც კი, რომელსაც ის იჩენს თავისი მშობლის მიმართ. ეს ამბავი გადმოსცემს ამ ამბით ლუკას სახარების ავტორი ჩვენ გვამზადებს მთავარი სათქმელის გასაზიარებას, რომელიც მოხდება სახარების ბოლოში. ეს არის თითქმის სახარების შუაში არის მოქცეული, მე-15 თავში არის თხრობა დაკარგული ვაჟიშვილის შესახებ. და ამასვე ზოგადად აქვე არის დაკარგულების ამბავი, დაკარგულების იდეა არის მნიშვნელოვანი ავტორისათვის, რომელიც ფესვგადგმული არის იუდეო-ქრისტიანობაში. იუდაიზმში ცნობილი არის პრინციპი თეშუბა, რასაც ქართულად შეიძლება ვთარგმნიდეთ მონანიებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი შეიძლება ღმერთისგან შორს წავიდეს, შინიდან შორს წავიდეს, მაგრამ მას შეუძლია შინ დაბრუნება. თეშუბა, მონანიება ნიშნავს შინ დაბრუნებას. ამის ეკვივალენტი არის ბერძნულ ენაში, რომელზედაც არის ლუკას სახარება დაწერილი, მეტანოია, რაც გულისხმობს არა მარტო შინ დაბრუნებას, არამედ აზრის შეცვლას. და
შინდაბრუნება ებრაული კონცეფციით და აზრის შეცვლა ლუკას სახარების ავტორისათვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მარგალიტი, რომელიც იესომ დაუტოვა თავის მიმდევრებს. ყველაზე მნიშვნელოვანი. და ამის თეოლოგიურ საზრის გაგვიმჟღავნებს მაშინ, როდესაც ჩვენ მივადგებით სახარების ბოლო ნაწილს, სადაც იესოს სიკვდილზე, ჯვარცმაზე, სიკვდილზე და აღდგომაზე არის ლაპარაკი. მაგრამ მანამდე ის ასევე გვთავაზობს რაღაცნაირად წყვილი იგავი არის, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თეოლოგიურად ავტორისათვის ეს ორივე იგავი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. პირველი დაკარგული შვილის დაბრუნება, ან როგორც მე ვამჯობინებდი, ორი ვაჟის ამბავი და მეორე კეთილი სამარიელის ამბავი. უნდა გითხრათ, რომ ეს მეორე ამბავი, კეთილი სამარიელისა, ჩემს ბავშვობაში იყო დიდი დავისა და მსჯავრობის საგანი. არა მარტო საქართველოში, არამედ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, მთელ საბჭოთა კავშირში, რელიგიურ წრეებში, რა თქმა უნდა. ამ იგავში მოთხრობილი არის შემდეგი რამ. ერქონის გზაზე ყაჩაღებმა დაჭრეს ადამიანი. დაასისხლიანეს, ცოცხალმკვდარი დააგდეს. ჩამოერა მღვდელმა, რომელიც ტაძრის მსახური იყო, დაინახა ადამიანი, რომელიც დაჭრილია, სულს ღაფავს, გვერდი აუქცია და გააგრძელა გზა. ჩამოერა ლევიანმა, რომელიც ასევე ტაძრის მსახურია, დახედა ამ დაჭრილს, გზაზე დაგდებულს, დაყაჩაღებულს, ჩავარა გვერდი და გააგრძელა. მერე მოვიდა, ჩამოერა სამარიელმა. და სამარიელებსა და ებრაელებს შორის არსებობდა დაუძლეველი მტრობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო ბევრი ჰქონდათ. იმდენად, რომ ებრაელებს ეგზალებოდათ სამარიელებთან ლაპარაკი, საქმიანობა, ბიზნესის წარმოება. ებრაელები და სამარიელები არიან ერთმანეთის მტრები. ამ სამარიელმა ნახა ეს დაჭრილი ადამიანი, ებრაელი, შეისვათ ჩამოვიდა სახედრიდან, თავის სახედარზე შესვა, წაიყვანა, ფუნდუკში დააბენავა, მანამდე ჭრილობები მოხორცა და შეუხორცა. სასტუმროში დატოვა, სასტუმროს უფროსს უთხრა, რომ ეს არის ფული მისი მოსავლელი, თუ მეტი დაგეხარშება მის მოვლაში, უკანა გზაზე რომ გამოვა, გადაგიხდეთ. ეხლა ამ იგავის ამბავი კონტექსტი როგორი არის? იესოს ეკითხებიან, რომ ვინ არის მოყვასი? ანუ ვინ არის ჩვენიანი? ტრადიციის მიხედვით იუდაებში ეს ცხადზე იყო, ვინ იყო მოყვასი და ვინ არ იყო მოყვასი. მაგრამ ეს არის პროვოკაციული კითხვა, რომელსაც იესოს უსვამენ და იესო ამ პროვოკაციულ კითხვაზე პასუხობს იგავით და პირდაპირ პასუხს არ სცემს, ვინ არის მოყვასი. ესეც ოსტატურად არის ეს შემოთავაზებული, რომ მკითხველმა თვითონ უნდა გამოიცნოს, თვითონ უნდა დააკავშიროს წერტილები და მიხვდეს, ვინ არის მოყვასი. ანუ ვინ უნდა ჩათვალოს ადამიანმა თავისიანად. ჩემს ბავშვობაში, როგორც გითხარით, რელიგიური წრეებში თვლიდნენ, რომ მოყვასი იყო ის ადამიანი, ვინც რელიგიური იყო. ვინც რელიგიური არ იყო, ის მოყვასად ვერ ჩაითვლოდა. თუმცა ტექსტი ამას არ ამბობს. ამ იგავის მოყოლით იესომ პასუხი გასცა კითხვაზე, არა პირდაპირ, არამედ ირიბად, ისე რომ გონიერი ადამიანი აუცილებლად მიხვდებოდა, რომ მოყვასი არის ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება შენ დაეხმარო და ვისაც შეუძლია შენ დაგეხმაროს. რაც კიდევ ერთხელ აფართოებს იმ ვიწრო ტომობრივ ეთნორელიგიურ ჩარჩოებს, რომელშიაც იესო ცხოვრობდა. და ესეც დამახასიათებელია ძალიან მკაფიოდ ლუკას სახარებისთვის. ეს ორი იგავი, ორი ამბავი ჩვენ გვამზადებს იმის გასაგებად, თუ რა არის
ლუკას სახარების მთავარი თეოლოგიური საზრისი, რომელიც ადვილი მოსანელებელი არ არის, მაგრამ ეს ორი იგავი ადამიანს ამზადებს ამ თეოლოგიური დრამის დასანახად და მისაღებად. ამ დრამაზე შემდეგ სერიაში ვისაუბროთ. კი ბატონო. კეთილი. მადლობა ვინც გვისმენდით, გვიყურებდით, ვისაც გაგიჩნდეთ სურვილი ამ წიგნის ახალი აღთქმის აზრობრივი თარგმანის შეძენისა, შეგიძლიათ მიმართოთ წიგნის მაღაზია Santa Esperanza-ს. მადლობა მომავალ შეხვედრამდე.